გამარჯობა, მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი. ახლა ჩავხედე, ახლა რა 1 საათის წინ დაახლოებით. და აღმოვაჩინე, რომ YouTube-ზე ჩაწერილი მაქვს 999 ვიდეო. შესაბამისად, ეს ვიდეო, რომელსაც ახლა თქვენ თვალყურს ადევნებთ, არის მე-1000. მერე გიჟურად დავიწყე ანგარიში, თუ თითო ვიდეო საშუალოდ 20 წუთიანი არის მეთქი, რეალურად მეტიც არის, მაგრამ აი ყველაზე მინიმალური ზღვარი ავიღე, ანუ ერთი 15 წუთიანი და მეორე 25 წუთიანი 40 წუთი ჯამში, შესაბამისად გავყავი 2-ზე და გამოვიდა 20 წუთი. გამოდის, რომ 20000 კალკულატორის მოშველება ხო არ გჭირდება ესეთ მარტივ არითმეტიკაში. 20000 წუთი თურმე მე 20000 წუთია რაც წერ ვიდეოებს ჯამში. შესაბამისად ეს გავყავი 33-ზე კი არა, 60-ზე და მივიღე 33. 323 საათია და ეს გავყავი 24-ზე და შესაბამისად გამოვიდა, რომ თითქმის 14 დღეა მე წერაი მიჯრით, მიყოლებით ჯამში, ჩემი ამ მრავალი 1000 დღიდან რაც დაბადებული ვარ, თურმე 14 დღეა აი ესე მიყოლებით 2 კვირა ვწერ ვიდეოებს. ამ ყველაფერს დავუმატოთ კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა ფორმულაზე, რომელიც იცით თქვენ რომ და ვინც არის ის ვეტყვი რომ კვირაში 2ჯერ იქნება, ახლა ედიტორიალი იქნება შაბათობით ღამის 12 საათზე, ხოლო ედიტორიალი პლუს ინტერვიუები იქნება კვირაობით დღის 3 საათზე. აი ეხლა გეტყვით რამდენი ჯამში აქამდე რაც გამიკეთებია. ესე იგი 2025-ია ხო? 2000 წლიდან მე ვარ ეთერში, საშუალოდ ვაკეთებ 40 გადაცემას. ამას მივუმატოთ, კი არა, ეს გავამრავლოთ 5-ზე არის 200 გადაცემა საშუალოდ, აქ გითხარით. 200 გამრავლებული საშუალოდ მაქვს 20 წუთიანი ვიდეოები, ედიტორიალები, ანუ ინტერვიუების ნაწილს არც მივათვლი თქვენის ნებართვით და გამოდის, რომ 220 წუთზე რო გავამრავლოთ 4000 წუთია, ეს გავყოთ 60-ზე და გავყოთ კიდე 24-ზე, ხო? ესე იგი იქ ხო 13 დღე გამოვიდა, აქ გამოვიდა დაახლოებით 3 დღე. ხო, 13 და 3, 14 და 3 უკაცრავად გამოვიდა დაახლოებით 17, ახლობით არასრული 17 დღეა, აი ესე მიყოლებით ვარ ეთერში. ეხლა კიდევ ერთი დეტალი საკუთარ თავზე როგორ ვლაპარაკობ, ხო, რამდენს ვლაპარაკობ. კიდევ ერთი დეტალი. მე პირველი სტატია დავწერე, ეხლა 42 წლის გახლავართ, მაშინ ვიყავი არასრული 18 წლის, ანუ 91-ში მე რომელ გაზეთთან არ მითანამშრომლია, პრაქტიკულად ვერ ჩამოვა, ვერ გავიხსენებ გაზეთს, არა საქართველოს რესპუბლიკასთან და გაზეთ კომუნისტთან სადღა იყო, მაგრამ მაინც არ მითანამშრომლია, მაგრამ ბევრ გაზეთს თანამშრომლობდი, დამოუკიდებელ საქართველოში უკვე და მე ვიყავი 1 2 3 4 გაზეთის მთავარი რედაქტორი. და რა ახლობით ამდენივეს მთავარი რედაქტორის მოადგილე თუ გამომშვები რედაქტორი და კორესპონდენტი ვინ მოთვლის რამდენი გაზეთისა და ჟურნალ გაზეთისა, მე დამფუძნებელის ვიყავი 1 2 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც მოთვლილი მაქვს და და ჩემი ინახავს ეგრეთ წოდებულ პატში უკას გაზეთში კი ასე უწოდებთ ხოლმე. ანუ კრებულს გაზეთებისა, სადაც ჩემი სტატიები ყოფილა გამოქვეყნებული. რაც მოთვლილი მაქვს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ 1400-მდე 1400 სტატია მაქვს გაზეთებში, ანუ ბეჭდვის მედიაში გამოქვეყნებული და Facebook-ზე კი აღარ იძებნება, უბრალოდ რაღაცა მეთოდით უნდა მოძებნო, მაგრამ Facebook-ზე notes რო იყო ადრე, იქაც გამოქვეყნებული მაქვს დაახლოებით 150 არასრული 150, კარგით, მოდი თქვათ ესე 150 სტატია. 1500 ეს 10 მოთვლილია გაზეთებში. მოკლედ 1500 მინიმუმ და 150, ოკეი, 100 იყოს თუ გნებავთ, დრო ვეღარ პოულობ და აქედან გამომდინარე ზუსტი რაოდენობა შეიძლება არც მახსოვს. მოკლედ 100 ნოუთი, ანუ სტატია. 1600 სტატია. თითო სტატიის დაწერას, აი ყველაზე მინიმალურს ვიტყვი თქვენის ნებართვით. ყველაზე მინიმალურს, გაცილებით ნიჭიერები და მაგრები და კარგები და საუკეთესოები უნდებიან, ანდომებენ დაახლოებით, აი ყველაზე მინიმალურს ვიტყვი, გასწორების ჩათვლით, თავად რო ჩაასწორებ, სანამ სტილისტთან მიიყვან, სჭირდება აი 2 საათი.
თუ მე 1600 სტატია მაქვს გამოქვეყნებული და 2 საათს ვიან გარიშებთ თითო სტატიაზე, გამოდის რომ 3200 3000 ესე იგი 3600 საათი და პლუს კიდე 2 გამრავლებული 3200 საათი მინდომებია ამისთვის. იქ ხო იყო 17 დღე, ეს უნდა გავყოთ 60-ზე და გავყოთ 24-ზე. ანუ 2.2 აქ გამოვიდა 17 და 2.2 მოკლედ 19 დღეა მე არ არის ბევრი. ახლა მეგონა რომ მეტი აი ამ 19-20 დღიდან რაც მე აი ესე მიჯრით მიყოლებით ჯამში მე მიმუშავია სხვადასხვა თემაზე და მიწერია სტატია 70-80 შეიძლება, ნუ 70 თქვათ პროცენტი მე მისაუბრია რუსეთზე, რუსეთის სიავეებზე, რუსეთის მზაკვრობებზე, რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში, რომელსაც ვინ არ ატარებდა ბევრი, მაგრამ დღევანდელი ხელისუფალი რომ ატარებს ისეთ პოლიტიკას არ ატარებდა არავინ, არ გაუტარებია არავის, ანუ ვის არ დაუშვია შეცდომა მიხეილ სააკაშვილის, შევარდნაძის, გამსახურდიას, ავისი კიტოვას, მარგველაშვილს, ზურაბიშვილს, ვის არა. მაგრამ დღევანდელი არსებული რეჟიმი ხელისუფლება და შეგნებულად უწოდებთ რეჟიმს რომ უშვებს შეცდომებს და დანაშაულებს ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე ამგვარი მასშტაბის არავის არ დაუშვია. მოკლედ რუსეთზე, რუსეთის მზაკვრულ პოლიტიკაზე, იმპერიალიზმზე, რევანშიზმზე, იმაზე რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, იმაზე რომ მტრობს, უკვე 3 საუკუნეა თითქმის, იმაზე რომ საკუთარი აგენტები ყავს, პერსონალურად შეცდომების დამიშვია ამ სტატიებში განაარახა, რომ გადავხედო 97 წელს თუ 95 წელს გამოქვეყნებულ რომელიმე სტატიას ამ თემაზე, ხო, ბუნებრივია აღმოვაჩენო ძალიან ისეთი არასათანადო დონის არის, დაბალს არ ვიტყვი თქვენის ნებართვით, არასათანადო დონის არის. სხვა ენა 90-იანებში, 2000-იანებში კიდე სხვა ენა, 10-იანებში სხვა ენა და 20-იანები აგე შუა წელს მივადექით 20-იანებსა კიდე სხვა ენა. ხო, რა საკურველია უკმაყოფილო ვარ ხარ რო ავიღო დედაჩემისგან რომელიმე ესე რენდამ რო ამოვიყო, ხო? სტატია გამოქვეყნებული გაზეთ დრონში, აღმოვაჩენ რომ ხო არ არის ისეთი რეზონანსში ერთი ხანობა, ან ჩემივე გაზეთებში ხო, რომელსაც რედაქტორობდი. ხო, დონე ხარისხი სტატიისა, ხო, ასაკურველი არ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა მე გავბედავ და ვიტყვი რომ რამდენიმე საკუთარ თავზე ხმამაღლა კი გავამდის, მაგრამ მაინც რამდენიმე სტატია განსაკუთრებით Facebook-ზე რომლის გასწორებაც შეიძლება სხვათა შორის მე ნოუთს რო იყო იმ ხანად ხო იმ პერიოდში რედაქტირება შეიძლება, იმიტომ რომ გამოქვეყნებულ გაზეთში დაბეჭდილს ვეღარ ჩაასწორებ. აი ელექტრონულ სტატიას ხო ვებგვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულს ედიტს მისცემ და მე რაღაცას გაასწორებ, არა მარტო კორექტურას, არამედ შინაარსობრივადაც მოკლედ გამოსწორებულ და შორის რამდენიმე სტატია კი გამომსვლია, ბევრი არაა შესაძლოა, მაგრამ მაინც და გამომსვლია და მაგალითად ერთ სტატიას გამოქვეყნებულს Facebook-ზე ერქვა გულს უნდა ნატო. და მე იქ ცოტა ირონიულად, ცოტა სარკაზმით ერთგვარი, არა სარკაზმი ნაკლები იყო, უფრო ირონიულად მე ვწერდი ამგვარ რამეს, რომ ქართველ გრუზინებს, ხო, ქართველი გრუზინების კუჩს უნდა ნატაშა, კიდევ ერთ რაღაც ღვიზლს უნდა, ავისი ვალა და ნატაშა, ხო, ისევ. და აი გულს კი უნდა ნატო, იმიტომ რომ ქართველ გრუზინების სხვა ორგანოებს უნდათ ნატაშა და აი ჩვენ გვინდა ნატო, ანუ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელსაც ესოდენ იშვიათად ახსენებს საქართველოს, იშვიათად კი არა, საერთოდ აღარ ახსენებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, დე-ფაქტო იმიტომ თავის მხრივ, რომ მან სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა გასული წლის ოქტომბერში, 26 ოქტომბერს და დაამტკიცა ეს სახელმწიფო გადატრიალება გასული წლის ნოემბრის მიწურულს 28-ში, როდესაც თქვა კობახიძე თავ ფუჩე ჩამო, ესე რომ ვამბობთ ხოლმე მასზე, რომ იცით რა არისო, ჩვენო შევაჩერეთო და ესაკენ კი დაუყაროს კობახიძემ ზარქუას, შევაჩერეთო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდეო, ეს სასაკვირველი არის ტყუილი, არათუ შეაჩერეს, არამედ დაასრულეს, იმიტომ რომ მათ მიიღეს შეკვეთა რუსეთიდან, რუსეთს ესოდენ, ან ძალიან ეძვირფასება საქართველო, ხო ეძვირფასება უკრაინა, ხო უმნიშვნელოვანესია მისთვის ეს ქვეყანა
რუსული გონია სლავური ქვეყანა უკრაინა მე რაღაცა ლეგენდებს თხსავს იმის თაობაზე რომ კიევსკაია რუს ხო იყო შესაბამისად რუსული ქალაქი ანუ ეს უკრაინა კი არ იყო რუსეთი და იქ ქვემოთ სამხრეთისკენ მოსკოვიდან დაარსდა რუსეთი და მერე უკვე მას შესაბამისად აქვს სამართლიანი პრეტენზიები არა მხოლოდ მალორასიაზე რომელზედაც ისედაც მაქვს ამბობს არამედ თელ უკრაინაზეო იმიტომ რომ უკრაინა არ არსებულა უკრაინაზე კი არა პოლონეთზეც ლამის კი არა სუსტად ამას ლაპარაკობს და ასე შემდეგ საბედნიეროდ ჩვენთან მიმართებაში ეს არ ჭრის ან ამას არანაირი აი უკრაინასთან მიმართებაში იოტისოდენას მოლეკულა იოტისოდენაზე ბევრად მცირე ჭყალებში საფუძველი აქვს ჩვენთან მიმართებაში ეს არ ჭრის იმიტომ რომ გრუზინსკი ნაროდ და სლავიანსკი ნაროდ ამას უბრალოდ ვერ ამბობენ ვერ იტყვიან იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ სლავიენი ხერი ხო და ამიტომ ჩვენ კი ვართ სხვა ერი სხვა ეთნოსი მაგრამ ჩვენთან მიმართებაში სხვა ნარატივი აქვს მოფიქრებული ეს არის პირველ ყოვლისა რასაკვირველია მართლმადიდებლობა ანუ საერთო რწმენა მე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ იმას რომ საერთო რწმენა კი არა მართლმადიდებლობა როგორც ასეთი ცუდია იმას კი ვამბობ რომ რუსული მართლმადიდებლობა არის პრავოსლავია და რეალურად ქრისტეს მგმობელობა მაგრამ ამას ეხლა ამაში რომ ჩავყვე ამას რომ ჩავყვე ხოლმე დამჭირდება რასაკვირველია ბევრი კონსულტაცია მათ შორის თეოლოგებთან რომლებიც ფაქტებით მომამარაგებენ და მე დავამტკიცებდი იოლად რომ პრავოსლავია რუსული არის ქრისტეს მგმობელობა რეალურად მაგრამ აქ იგითხარით რომ ამას ჭირდება 5 7 10 12 ისტორიკოსის თეოლოგის და ასე შემდეგ წყაროების მოშველიება და ჭირდება 1-4 საათი მაინც რომ კარგად დაასაბუთო 4 საათს აბა ვინ გიყურებს ახლა თანამედროვე აჩქარებულ ეპოქაში და მეორე რასაც ეყრდნობა ეფუძნება ეს არის მუიგეის სპასლი ჩვენ გადაგარჩინეთ 1800-იანი წლების დასაწყისში გრუზინსკую კულტურу, საქართველოს კულტურა, საქართველოს სახელმწიფო და ასე შემდეგ და 1793 რასაკვირველია საფუძვლად აქვთ აღებული, თუმცა იმას კი ასაკვირველია არ იხსენებენ, რომ 1793-ში, 94-ში უფრო 93-ში, 84-ში უკვე შემდგომ წლებში და 95-ში ის გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოსთან გაამოფორმა რუსეთმა, რუსეთის იმპერიამ, ის რეალურად თავადვე შემოხიეს, შემოარღვიეს და ერთი წამითაც, პირდაპირ მნიშვნელობით ერთი წამითაც არ დახმარებიან თუნდაც ქართლ-კახეთის იმ მონარქს, რომელსაც აგე ძეგლი აუგო. კიდევ ერთი თბილისის გასასვლელთან თუ შემოსასვლელთან ქართულმა ოცნებამ და თქვა რომ აი ეს ყოფილა ეს ირიბი მესიჯია რომ ეს არის მეფეთ მეფეო აქ მარტო ნიკოლოზ ბარათაშვილს არ ვიშველიებთ ჩვენ გავარებოთ ერთს თავი რას ამბობს ბედი ქართლისაში დიდი პოეტი სხვა შორის ერეკლე მეორის შთამომავალი არა ამაზე არ მხოლოდ ამაზე არ არის ლაპარაკი და არც ივანე ჯავახიშვილისა თუ ილია ჭავჭავაძის პოზიცია მოსაზრებებზე და არც იმაზე რომ გეორგიევსკის ტრაქტატი როგორც ასეთი იყო კატასტროფა ქართლ-კახეთის სამეფოსთვის და საერთოდაც ხო ერეკლე მეორე პასუხისმგებლობა 1793-ის ტრაქტატში კი არის მაგრამ საქართველოს მიერთებაში ფორმალისტური პასუხისმგებლობა იმხანად უკვე გარდაცვლილი ერეკლე მეორისა არ არის 1800 და 1801 და 1802 წელს მომხდარ ამბებში იცით თქვენ რომ ეს ამაში უფრო მეტად პასუხისმგებელია მისი ვაჟი გიორგი მე-12 ზაქიჭამია კაცი ზაქიჭამია იმიტომ რომ ბევრს ასჭამდა ხო პირდაპირ მნიშვნელობით ასეც ამბობს ისტორია რომ ის ერთ ზაქს სჭამდაო და ესეც მის მინუსად ითვლება მაგრამ მისი არსებითი მინუსი არის ის რომ ის უკნარა კაცი იყო და საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მონარქობისთვის, მეფობისთვის არ ამზადყოფის, სხვა შორის ამაშიც არის ერეკლეს, ამაში უფრო არის ერეკლეს პასუხისმგებლობა, საერთოდ ეხლა შუაშია სხვა პროფესიის ადამიანები, მაგრამ წუხვარ რომ ჩვენი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მემკვიდრეებს არ ტოვებენ, სკოლებს არ ქმნიან, მონარქი კავშირშია ამ თვალსაზრისით და აი
ყველა თუ არა ბევრი დიდი მონარქი, რამდენიმე დიდი მონარქი ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა ქალვაჟებიც, რომელთა შვილებიც, ხო, ვერ აღმოჩნდნენ სათანადო დონეზე, მეთქი და იყო ეს ჩავარდ და მე მესმის რომ ასე ხდება ბუნებრივადაც, მაგრამ თითქოს არ ზრუნავდა უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ასე ვიტყვი დიდი მონარქისა ან მასშტაბური მეტნაკლებად მასშტაბური მონარქისა მემკვიდრის გაზრდაზე, მემკვიდრის აღზრდაზე და მემკვიდრის დატოვებაზე გიორგი მესამემ დატოვა თამარი 1184 წელს, მანამდე 6 წელი ერთად იმეფეს თამარმა და მამამისმა, თუმცა ისტორია, რომელიც გადახდა იმხანად საქართველოს და გადახდა გიორგისაც და მეფე გიორგისაც, გიორგი მესამესაც და თამარსაც ეს ფრთხილ გაუხსნელი ისტორია, ისტორიკოსები კი ცდილობენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მაინც რომ თამარის გამონარქება მოდი ცოტა უფრო პირდაპირ ვიტყვი არ იყო მთლად კანონიკური ან მთლად სწორი გზით არ გამეფებულა თამარ მეფე, რომელიც ხო, მოდი მე არ შევავარდებ ამ შემთხვევაში ფრჩხილებს და იყო დიდი მონარქი მეთქი ვიტყვი ასე. კარგით, ახლა ამაზე არ არის საუბარი, მე სხვა რამეზე ვსაუბრობ, მე გესაუბრეთ იმაზე, რომ ამდენი ბლოგი მაქვს დაწერილი, ამდენი სტატია მაქვს დაწერილი, ამდენი ვიდეო მაქვს დაწერილი, დამავიწყდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემი და ჩემი ერთი კოლეგის გიორგი ცხვიტავას ერთობლივი პროექტი ოდესღაც 2017-ში დაასრულა თუ არ ვწდები ვასილ მაღლაფერიძემ და იმ ბანდამ, რომელიც ახლაც მომჯდარია საზოგადოებრივ მაუწყებელში და რუსეთისკენ მიხავს, რუსულობისკენ მიხავდა და მიხავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა და აქ მარტო მაღლაფერიძეს არ გულისხმობ, არამედ პრაქტიკულად თელ ჯგუფს გულისხმობ საზოგადოებრივი მაუწყებლისა საინფორმაციო პოლიტიკას ვინც განსაზღვრავს და ვინც ბიზინა ივანიშვილთან არის უკაცრავად და მიტენილი. მაგრამ ამაზეც არ ვლაპარაკობ, ახლა იმიქ გქონდა ჩვენ მე და გიორგი ცხვიტავას ერთობლივი პროექტი ვექტორი და ეს ვექტორი ცხადია, აღარ მახსოვს ხა ჯამში რამდენობის გადაცემა გავიდა, მაგრამ რამდენიც გავიდა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციას, ევროკავშირში ინტეგრაციას, ევროპულ გზას და ასე შემდეგ და მიხურა. მოკლედ ესეც მიემატა ჩემს აქტივს მეთქი ამის თქმა მინდა. ეხლა რატო ყვები ამ ყველაფერს? ეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 17 წუთი გავიდა და მე აქ არაფერს არ ვთქვი. იცით თქვენ რომ მოლდოვაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებში და მოულოდნელად მაინც ასე უნდა ვთქვა, პრინციპში მოულოდნელად ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ რატომ მოულოდნელადო ვინმე იტყვის, სანდუს პარტიამ გაიმარჯვა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში და ეს მაშინ, როდესაც ძალიან მძლავრი საინფორმაციო კამპანია დაახვედრა და შეუქმნა და წარმოქმნა რუსეთის ფედერაციამ ჰიბრიდული საინფორმაციო კამპანია, ჰიბრიდული ომის ელემენტი საინფორმაციო კამპანია და ცდილობდა რუსეთი, მოსკოვი, რომ სანდუს პარტიას არათუ ერთპიროვნულად, ანუ მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო ხმები არ მიეღო, არამედ კოალიციაც კი ვერ შეეკრა უკვე შემდგომ სხვა პარტიებთან და ვერ დაეკომპლექტებინა აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ იმის გამო, რომ მოლდოვაში და მათ შორის ემიგრაციაში წასულების ხმების მობილიზება მოხდა, საზოგადოების გარკვეულმა და მნიშვნელოვანმა ნაწილმა 50-ზე მეტმა პროცენტმა გაისიგრძე განა, რომ რუსების აქ მობრუნება მოლდოველი რუსების, არსით რუსების და აგრეთვე რუსების, რასაკვირველია, მობრუნება არის მოლდოვისათვის კატასტროფის მანიშნებელი, რომ მარცხნიდან ესე ვიტყვი, აქედან რო შეხედო რუკას, მოლდოვას ყავს პატრონ მეგობარი რუმინეთი, მარჯვნიდან ასე ვიტყვი ყავს პატრონ მეგობარი კონვენციურ ომში ჩართული უკრაინა, რომელიც ასე გააფთრებით იბრძვის და ასე შემდეგ და ამის გამო ახლა მოცემულ ეტაპზე არავის აქვს ფუფუნება, რომ დათმოს მოლდოვა და მოლდოვის დამოუკიდებლობა და რუსეთს ააღებინოს რევანში, საზოგადოებამ, ემიგრაციამ და არა მხოლოდ კრიტიკულმა საზოგადოებამ გაიაზრა, რა სერიოზული ეგზისტენციური საფრთხის წინაშე იდგა მათი სახელმწიფო და მოლდოველები, რომლებიც 90-იან წლებში ასე მაგალითად დიდად არაფრით გამოირჩეოდნენ და შემდგომ წლებშიც ანტირუსეთობით ასე ვიტყვი და რომლებსაც რუსეთმა შეუქმნა პრობლემები ორ რეგიონში, მოლდოველებმა მოახერხეს გასიგრძე განება ისტორიის ქარტეხილისა და ისტორიის სულისკვეთებისა, ვიტყვი ცოტა პოეტურად და მისცეს მხარი, დაუჭირეს მხარი იმ
პოლიტიკურ ჯგუფს, სანდუს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მოლდოვას მიეკაჩება ლოკომოტივია და მიეკაჩება ევროკავშირისაკენ 2030 წლისათვის, როდესაც გაფართოება მაღალი ალბათობით მოხდება მოლდოვისა, ევროკავშირისა, მოლდოვა მოხვდება უკრაინასთან ერთად ევროკავშირის სიაში და ეხსათხარ ამ დროს ოდესღაც დაწინაურებულო მათზე წინ მყოფო ჩემო ქვეყანავ სადახარ და კი ამიტომაც მეც ახლაც და ისევ ჩემს სტატიებს თუ ვიდეო მასალებს ვიუბრუნდები ედიტორიალებს და ამ ვიდეო ბლოგებს და ასე შემდეგ და კი გითხარით რომ მე 1000-ია მეთქი მე ვამტკიცებ ხო მე ვცდილობ და ვამტკიცებ რომ მე ვეხიდები ამ ქვეყანას და ისევ როგორც ბევრი და ჩემზე მეტადაც და ჩემზე უკეთაც ვარ გავამივიდეს ეხლა მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკი ჩვენ ვეხიდებით ქართულ საზოგადოებას რომ გავაცნობიეროთ გავასიგზეგანოთ რამდენად სერიოზული გამოწვევების ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ პერსპექტივების წინაშე ვართ და 2030 წელს თუ ჩვენ თუ მალევე არ მოვამთავრეთ ეს ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლება მოვამთავრეთ კანონიერად, მოვამთავრეთ მშვიდობიერად პირველ ყოვლისა და ასე შემდეგ მოკლედ არ გავუშვით და გავაგდეთ საქართველოსდან და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩვენ უკვე ჩამორჩენილები ვართ ნახტომებით ჩამორჩენილები ვართ დიდი მანძილით ჩამორჩენილები ვართ უკრაინასთან და მოლდოვასთან და კიდევ უფრო მეტად და ჩამორჩებით რომ კარსა მომდგარი 2026 წელი და 4 სრული წელიწადი ჩვენ არ გვეყოფა უბრალოდ იმისთვის რომ მართლა არ გვეყოფა იმისთვის რომ ჩვენ მოვხვდეთ გაფართოების ალბათ მაინც ბოლო ტალღაში რომელიც გითხარით 2030 წელს არის დაგეგმილი მეთქი ამიტომ ახლა მოცემულ ეტაპზე ყველა ჟურნალისტი უყურეთ ნახეთ უცნაურ რამეს ვიტყვი ყველა ჟურნალისტი ყველა არხზე სახელმწიფო არხებზე ჟურნალისტებსაც გულისხმობ ერთის მხრივ მაგრამ იქ ხო უმეტესწილად მაინც ჟურნალისტებად უმეტესწილად ხას უსვავ ჟურნალისტებად წოდებულნი არიან სახელმწიფო არხებზე განსაკუთრებით კრიტიკულ თუნდაც ვიტყვი ოპოზიციურ არხებზე განსაკუთრებით კიდე გაანებით ამ მეინსტრიმ მედიას თავი ხო აქ გულისხმობ სოციალურ ქსელებში ჩვენთან ყველაზე პოპულარულია Facebook-ი და ასე შემდეგ ჩვენ არა ვართ მხოლოდ შემოსილნი მხოლოდ ჩვენივე პროფესიით ექიმი ჰიპოკრატეს ფიცის დადების გათვალისწინების თუ მიუხედავად თუ ამავდროულად არის არა მხოლოდ ექიმი ასე მაგალითად ქირურგი თუ სხვა რომელიმე კონკრეტული მიმართულების ექიმი არამედ ის არის მოქალაქე პირველ ყოვლისა და ჩემი პროფესიაც, აი პროფესია ჟურნალისტისა, სუბიექტური ჟურნალისტიკის მომხრე ვარ მე ბევრჯერ მithქვამს და ასე შემდეგ ხო და არ დამიმალია ეს და არც დავმალა ვარასოდეს დიახ მე სუბიექტური ჟურნალისტიკის მომხრე ვარ, მაგრამ ერთის მხრივ ვარ გასაკვირველია ჟურნალისტი, თუნდაც სუბიექტური ჟურნალისტიკის მომხრე ჟურნალისტი, მაგრამ ამავდროულად ვარ პირველ ყოვლისა მოქალაქე და მოქალაქის ვალი რა არის მოქალაქისა ნებისმიერი პროფესიისა, ექიმისა, ინჟინრისა, მასწავლებლისა პოლიტიკოსისა, მუსიკოსისა, ხელოვანისა და მე ერთგვარად ვეხმიანები მუსიკოსისა, ანუ ხელოვანისა, სპორტსმენისა და ასე შემდეგ და ერთგვარად ჩავსვამ ხა ამ თემასაც ამ კონტექსტში რომ არ არსებობს რომ იცოდეთ პოლიტიკა უკაცრავად სპორტი თუ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე მithumetes ჩვენს კონტექსტში აქ შეიძლება რომელიმე დალხენილ ქვეყანაში ეს სფეროები პოლიტიკა და განსაკუთრებით შიდა პოლიტიკა და რომელიმე მიმართულება რომელიმე დარგი რომელიმე სხვა პროფესია რომელიმე არტისტობა თუ რომელიმე სპორტსმენობა გავმიჯნოთ, მაგრამ ჩვენს კონტექსტში როცა ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენი სპორტსმენი ოდენ სპორტსმენი არ არის, ჩვენი ჟურნალისტი ოდენ ჟურნალისტი არ არის, სხვა შორის ნიუსის ჟურნალისტებს ეს ნაკლებად ეხებათ, ან პრაქტიკულად არ ეხებათ, მაგრამ აი გამოცდილებს და თავს უფლებას მივცემ რომ საკუთარი თავი ამ გამოცდილებს მივაკუთვნო, ჩვენ ვართ opinion maker-ები, ჩვენ ვართ აზრის შემქმნელები, ჩვენ ვართ ხაზის გამტარებლები, ჩვენ ვართ ცუდი გაგებით არა რასაკვირველია იდეოლოგიის დამამკვიდრებელები, ჩვენ ვართ რეზისტენტობის გამღვივებლები ქართულ საზოგადოებაში და ერთგვარად სიტყვით იქნება ეს რასაკვირველია, ხო წინა ხაზზე მდგომნი ახლა მე გავიხსენებდი პოეტის ნათქვამს ჩემო კალამო ჩემო კარგო არა ის იმ კაცს ეკუთვნოდა მარტო იმას შეეძლო ეთქვა მაგრამ ერთგვარად მაინც გავიმეოროთ და ჩვენ თქვა და მრავლობით ჩავსვათ თუ გებავთ ჩვენო კალამო ჩვენო კარგო რად გვინდა ტაში რასაც მსახურობთ კვლავ ერთგულად ჩვენ ვემსახუროთ ჩვენ ჩემო კალამო ჩემო კარგო რად გინდა ტაში რასაც მსახურობთ
კვლავ ერთგულად ჩვენ ვემსახუროთ ჩვენ მართალი სიტყვა ჩვენ ერთუს ბოდიში აი მეც ახლა ჩემო კალამო ხო რასაც ვსახურობთ მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ ჩვენ წმინდა სიტყვა კვლავ უშიშრად მოვფინოთ ხალხში ბოროტ საკლავად მათ სულთხდომის სეირს ვუყუროთ და ჩვენ დიახ ხო ჩვენ ხო სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვინც პოსტავთ Facebook-ზე ესე ვატყაპუნებთ თუ ვაცკაპუნებთ თითებს ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ ვალდებულება რომ ჩვენ პროფესიაში დავრჩეთ ექიმი იყოს რასაკვირველია აბა მასწავლებელი აბა რა უნდა იყოს თუ არა მასწავლებელი და მან უნდა ეს ხო ეს მინდა სიტყვა ბავშვები ამოზარდებისთვის თქვას წარმოთქვას ხოლო ამავდროულად ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქვეყნისა და ისტორიის წინაშე რომ თქვათ სიმართლე და სხვა პროფესიაც მოქალაქის პროფესია თუ მართებული სიტყვა შევიზიდოთ ახლა და თქვათ რომ რუსეთი არის შენი მტერი რუსეთი არის შენი მოწინააღმდეგე და რუსეთი არის შენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოწინააღმდეგე მტერისა გახანგრძლივებული მტერი მეთქი თქვი რამდენიმე ხნის წინ და ახლაც ასე ვიტყვი ვიდრე არ დამარცხდება ეს არის ჩვენი ჯვარი ასე ვიტყვი აი დავაიც იმ გვარი პირებისათვის რომლებსაც ამგვარი ლექსიკით საუბარი ხიბლავთ ხო ეს არის ჩვენი ჯვარი რომელიც ჩვენ უნდა ვზიდოთ და გვივარდება უნდა აიღოს ეს ჯვარი სხვამ და აიტანოს ჩვენს გოლგოთაზე თუ მაინც და მაინც ამგვარი სიტყვებით ახსნა მოსწონს ჩემი მაყურებლების გარკვეულ ნაწილს ერთი მცირე და უმნიშვნელო დეტალი იცით თქვენ რომ მედიათ წოდებული პროპაგანდისტური არხი, ოღონდ რუსულ პროპაგანდისტური არხი, იმიტომ რომ დასავლეთის პროპაგანდისტური არხობა, ხო, მედია დასავლეთს ვინც პრომოუშენს უწევს და ლობირებს და საქართველოში მეტი დასავლეთის შემოყვანაზე არის ორიენტირებული, ის რასაკვირველია მედია, თუნდაც სუბიექტური, მაგრამ აი ვინც პროპაგანდისტურია და რუსეთისაკენ მიხავს, ბიზნესისაკენ, რუსეთისაკენ, მონობისაკენ, არა ევროპისაკენ, არა დასავლეთისაკენ და ასე შემდეგ ის წმინდა წყლის პროპაგანდისტური არხია და აი ამ ერთ-ერთია, ძლიერია, ძლავრია ბევრფულიანია და ასე შემდეგ ამ არხის კერძოდ იმედის გადამღები ჯგუფი არ შეუშვიათ მოლდოვაში და ატეხეს იმედის ფსევდო ჟურნალისტებმა ამბავი ერთი ამგვარი რომ აიო როგორ არ შეგვიშვესო და იმას კი აღარ ჩაუღრმავდნენ ის კი აღარ უკითხავთ რომ რატომ მოხდა ასე ანუ ვის არ უშვებენ მარგარიტა სიმონიანს ქმარი გარდაეცვალა და არ ვიცი რაშა თუდეი ცადა თუ არა საერთოდ მოლდოვაში შესვლა, მაგრამ აი რომ ეცადა თეორიულად მაინც მას თუ კამსამოლსკაია პრავდას რასაკვირველია ან რუსეთის RTR-ს თუ ORT-ს რასაკვირველია არ შეუშვებდნენ და კითხვა ამგვარია მათთვის კითხვა თორე მე ამ კითხვაზე პასუხი რახანია გაცემული მაქვს რატომ მოხდა ასე ის კი არ უნდა იმაზე კი არ უნდა ივიშვიშოთ რომ თქვენ არ შეგიშვეს აეროპორტში და გამოდის ახალგაზრდა კაცი რომელსაც უნდა ევროპა განა არა მაგრამ ამავდროულად უნდა მისი კუთვნილი ასე გონია ხელფასი 4360 ლარი თუ ამდენი აქვს ან მეტი აქვს ან ნაკლები აქვს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მიღებული ამ იმედისგან და იმედიდან და შავი ფულია რასაკვირველია უმრავლეს შემთხვევაში ეს ფული უფრო უნდა და არა იმაზე მეტად უნდა და ვიდრე საქართველოს ევროპაში ან მისი თანამემამულე მისი თანა და მისი მეგობარი თუ ახლობელი თუ მთლიან ქვეყანა ევროპაში ამიტომ არ ეთმობა რა 4360 ლარი თანახმარო ყველაფერზე წავიდეს ამ ახალგაზრდა კაცის არც გვარი ვიცი და არც სახელი და არც მეწოდინება და რომც მითხრათ ვერც დავიმახსოვრებ საბოლოო ჯამში მაგრამ აი მას უნდა ვუთხრა მას უნდა ვკითხო და მას და მის ხელმძღვანელს რატომ მოხდა როგორ გონიათ რატომ მოხვდით იმ ჭიტში იმ გუნდში იმ კალათაში რომელის წარმომადგენლებსაც არ უშვებდნენ მოლდოვაში. რატომ? იმიტომ კი არა, რომ თქვენ ცუდი კამერა გაქვთ.
ან თქვენ არა გაქვთ ერთი ცხვირი, ერთი შუბლი, ორი წარბი და ორი თვალი და ორი ყური. არა, ან რომელიმე თქვენგანს იცნობს ესე პერსონალურად მოლდოვის სამართალდამცავი, რომელიც საზღვარზე, მესაზღვრე, რომელიც საზღვარზე არ გიშვებს, აგიშვებთ. არა, იმიტომ რომ ყველაფერი იციან. ეს არის მთავარი, რომ თქვენ და სამწუხაროდ ალბათ მაინც ასე თქვენ ვერ გადადგით ნაბიჯი საქართველოსკენ, თქვენ ვერაფერი გააკეთეთ საქართველოსთვის და თქვენ ხართ ირიბად რუსეთის სამსახურში, ხართ რა პირდაპირ ბიზინა ივანიშვილის სამსახურში. ამიტომ საწყენი არ არის და ისიც იციან რა, აი ვებგვერდის სოციალური მედიის დათვალიერება, ერთი თვალის მიმოვლება სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ შესანიშნავად გაიგო, რას ქადაგებს ტელეკომპანია. იმედი და ტელეკომპანია იმედი ხომ რუპორია რეალურად ქადაგებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, ანუ ამომყირავებელი ამ ჩვენი ქვეყნის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების, კონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი გასული წლის 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრიდან განსაკუთრებით და რასაკვირველია მისი, ანუ საქართველოს მოღალატე პირდაპირ მნიშვნელობით უკვე რახანია წლებია, რამდენადაც ამგვარ შიზოიდურ, ამგვარ იზოლაციონისტურ, ამგვარ რუსულ, ამგვარ მტრულ პოლიტიკას ატარებს ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ კითხვები არა მოლდოვის სამართალდამცავი თუ მესაზღვრე ების მისამართით, არამედ თვითკითხვები, თვითკრიტიკულობა რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა თაში რასაც ვსახურობთ, მას ერთგულად კვლავ ვსახურობთ, ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშრად მოფინოთ ხალხში, თუ კაცმა ვერცნო, აი ესეც უნდა იცოდეთ, თუ კაცმა ვერცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი აგვიყოლია სიღბიდანვე და ვისმა ბედმა აგიყოლიათ თქვენ ადამიანებო, ნებისმიერი პროფესიიდან, თუ არა საქართველოსი ჩვენ ვინც ვართ აქეთ, აი მდინარეს აქეთ უმრავლესობა, ხო? მაგრამ ისინი ვისმა ბედმა აიყოლია, შიში და შეშინებულები დამფრთხალები ერთის მხრივ, მაგრამ მათი ნაწილი ხო, სწორედაც რომ რუსეთის სამსახურშია, ვისმა ბედმა აიყოლია ნებისმიერი მათგანი, მაგალითად იმედის დამფუძნებელი ბატონი რუხაძე, ვისმა ბედმა აიყოლია რუხაძე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ მას თუ ვიღაცას არ ეთმობა 4,360 ლარი, მას არ ეთმობა 43,360,000 და რა მნიშვნელობა აქვს 43,360,000 თუ 430 მილიონს თუ რა მნიშვნელობა აქვს, რა თანხას დავასახელებ ახლა, როდესაც გაივლის კიდევ მრავალი წელი და როდესაც არც ერთი ჩვენგანი ცოცხალი არ იქნება 100 წლის შემდეგ, არც ერთი ჩვენგანი ცოცხალი არ იქნება, აი ახლა ან 2 წლის წინ, 1 წლის წინ, 5 წლის წინ დაბადებულთაგან ისინიც იქნებიან ძალიან ცოტარი დარჩენილი, პირობითად 20-30 ახალგაზრდა, ახლა ვინც მოზარდია პატარა, ან ვინც აი ახლა ამ წუთებში იბადება, ეს ხომ ფაქტია, რომ ბიზინა ივანიშვილი შეიძლება 67 წლის იყოს თუ 79 წლის, ხო? რამდენიცაც არის, მაგრამ არა, არც ის არ იქნება ცოცხალი, მხოლოდ გულახდილები თუ ვიქნებით, ხო და ვის საფლავზე გიბოდიშებთ და დააფურთხებენ, აი ახლა აი ამ კითხვას უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა პასუხი და შესაბამისად ამ შემართებით უნდა იბრძოლოს 4-შიც, 5-შიც ნებისმიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს უღალატებს და მე მგონია, რომ უგვარი ხელისუფლებები ჩვენთან კიდევ მოვლენ, მაგრამ ჩვენთან ვეღარ მოვლენ რუსეთის სამსახურში პირდაპირ ჩამდგარი ან ირიბად ჩამდგარი ხელისუფლება ვეღარ დაბრუნდება, ვეღარ იქნება, იმიტომ რომ აი ეს თამასა ისე დასწია თუ ის თამასა შექმნა ბიზინა ივანიშვილმა რუსმა, რომ არავინ არ გაიმეორებს იმის 1000-ად დანაშაულსაც კი, რა დანაშაულებსაც ჩადის ეს ქართული რუსული ოცნება მისი საცეცებით, ასე რომ პროფესიები მნიშვნელოვანია, ექიმისა, მასწავლებლისა, ინჟინერისა, სპორტსმენისა, ხელოვანისა, თუ არ ვიცი ნებისმიერი სხვა პროფესია, მაგრამ ასევე ჩვენ ვართ მოქალაქეები და ეს 1000 ვიდეო ბლოგი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო 33-35 წუთიანი ჩვენ გავიმარჯვებთ მეგობრებო, ოღონდ რწმენა უნდა გქონდეს და თითოეული თქვენგანი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ადამიანები კი არ ჩაფუშოს, არამედ ადამიანებს აუწიოს განწყობა და
უთხრას რომ შენ შეგიძლია თუ მოლდოვამ შეძლო შენ შეგიძლია ემსახურო ამ ქვეყანას თუ მოლდოურმა საზოგადოებამ შეძლო მოახერხა და გადართო მთლიანად მოლდოვა საბოლოოდ მოსწყვიტა რუსულ სივრცეს ჩვენ ქართველებს რომლებიც 88 წელს 87 წელს 89 წელს 70-იან წლებშიც და ღმერთმა უწყის როდის აღარ ვიბრძოდით ჩვენ რატო არ შეგვიძლია არა ბიძინა ივანიშვილი თქვენ გონიათ ნაკლები მზაკვარი კი არა მეტი მზაკვარია ვიდრე პლახატნიუკი იყო თუ არის ხო რომელიც დაიჭირეს რამდენიმე ხნის წინ ხო გონიათ რომ ის იმაზე უარესი პრორუსი არა იმაზე უარესი როგორ არ არის იმიტომ რომ შეპყრობილია კიდე თავისი წამლებით გაჭყეპილი მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რაც არ უნდა მზაკვარი იყოს რაც არ უნდა ძლიერი იყოს რაც არ უნდა ბერფულიანი იყოს თუ ჩვენი ერთობა იქნება ყველას უკლებლივ ხო ჩვენი ერთობა სულის კვეთების თვალსაჩინო კრიტიკას დაადალებს თვითკრიტიკას მათ შორის და ერთმანეთის კრიტიკას საკრიტიკო თემებსაც ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი ამიტომ მეგობრებო თავი ასწიეთ ყველაფერი კარგად იქნება კარგად უნდა იყოს ასე გეტყვით მე ნახვამდის